გამარჯობა თავს. სალამი, ესე მოულოდნელად? არ ვიცი, როგორც ჩანს. ესე იგი პროცესები ქვეყანაში მოულოდნელად ვითარდება ნიკო და რა გასაკვირია ჩვენ სტუდიაშიც ესე რომ ჯიმ შერეხვიაშვილიას, ნიკო ნერგაძე, დათო ქორიძე, კამერის უკან ეს არის განკითხვის დღე. რა შეიძლება ეს ჩერჩილს დაძდევს თუ მე რამდენი დაუკრა ტაში? რო თაკა მეც ახავარო გაშვი. არა, მე ხმის ჩაწერა და ისა, რა ხდებოდა ამ კვირაში? რა ხდებოდა ნიკო, რა გითხრა, აბა რომელი ერთი ამბავი გითხრა, რომელი? მე დავიწყებ ლაითად დავიწყებ. შენიცი ლაითებით დაწყება. იმიტომ რომ შენ მაინც აფხაზეთ სომიდან და დაიწყო და მე ვიცი, რავი, რატო გონია? აბა მიდი არ. იმიტომ რომ ჩავხედე და პირველი ეგეცა. აფხაზეთის სომი? დღეს არის. დღეს ვიწყებთ აფხაზეთის. ლაითად დავიწყებ. ხო, დავიწყებ ლაითად ნიკო. ჩემი ერთ-ერთი ყველაფერი სიმძიმეა ხოლმე და რაღაც ის შემოვიდა. ძიმე ცხოვრება. ვისაც ჯიმი არ აკავთ მეგობრებში და მისი გადაზიარებული არ გხვდებათ ხოლმე. პირველი თავი დაანებეთ ჯიმის და ნუ მოუწოდებთ რომ გახსნას ფოლოვინგი, იმიტომ რომ არ არის საჭირო რომ ყველამ ფოლოვინგი უკეთოს ყველას, ხანდახან კომენტარებში არის ხოლმე ამის მოთხოვნები, მაგრამ გუშინ მქონდა ჯიმის გაზიარებული ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაცა, რაც საერთოდ წამიკითხავს ცხოვრებაში. ეს არის რომელი წელია 1927 წლის გაზეთ კომუნისტში სტატია თამარა ჩხიკვეშვილზე, რომელიც მგონია რომ სათაურიც როგორი ეს ქალი უნდა დავაბრუნოთ და წაიკითხე? რა? იცი რა ზელაპარაკი? ეხა გეტყვი. რო წავიკითხო ხო არ იქნებ წინააღმდეგ? არა, კაცო, ვიყურე მოიცადე ნიკო. პატარა სტატია, რომელსაც ქვია ქალი, რომელიც მუდამ იგინებოდა. აგერა, მაგ თუ გინდა უგახსნით? ხო, მაგრამ მანდიც უნდა წაიკითხო და ეგეთი кай მხედველობა გაქვს? საკაიფო. ქალი, რომელიც მუდამ იგინებოდა, გაზეთის სტატია. 18 წლის ქალია თამარა ჩხიკვეშვილი, განათლებაც აქვს, როგორც თვითონ ამბობს, 4 კლასი დაუმთავრებია. შესახედავადაც სიცოცხლით სავსე ქალიშვილია. ზის საბრალდებო სკამზე, უდარდელად. ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს საპირფარეშოში ზის და მანიკიურს იკეთებს. ეტყობა შეჩვევია საბრალდებო სკამს, საიდანაც არაერთხელ გაუსტუმრებიათ ის საპატიმროში. 18 არის ეს გოგო. სავარაუდოდ სექსმუშაკია, როგორც ხვდებით აქედან თუ არ არის. არის, მაშინ ესე იოლად და მარტივად არ იქნებოდა ეგრე. ის საპატიმროში მოსამართლეებს როდი უყურებს, ის მხოლოდ დამსწრე საზოგადოებას ათვალიერებს, თან იღიმება. კარი ქალია თამარა ჩხიკვეშვილი არის ჩემი ახალი კერპი. ეხლაც ისეთივე ბრალდება აქვს წაყენებული, როგორც არაერთხელ ქონია. ქუჩაში აყალმაყალი, მგზავრების შეურაცხყოფა, ადმინისტრაციის წარმომადგენლების აბუჩა დაგდება, ლანძღვა გინება. უკანასკნელად ის დააპატიმრეს ერთ ბნელ ქუჩაში, სადაც მას მამაკაცებთან ჩხუბის და აურზაურის დროს მოუსწრო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. თამარა ისეთი სიტყვებით იგინებოდა, რომ გამლველები ყურებში თითებს იჩრიდნენ, რომ არ გაეგონათ. ძლიერი ქალი იყო ისა. მილიციის დანახვისთანავე მან მოუმატა გინებას. უკან კი არ დაიხია მილიცია რომ დაინახა. არ დაუტოვებია გაულანძღავი და შეუგინებელი ტელეფონების ბოზებიც კი. ასეთი იყო თამარ ჩხიკვეშვილი. რაც უცნაური ტექსტია არა, რომ აშკარად ჩანს, რომ ჟურნალისტს მოწონს თამარ ყოველთვის პატივს ცემს. მოწონს არ ვიცი, მაგრამ ანუ ესეთია. სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი მის საქმეზე. თამარა ჩხიკვეშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო ამ სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოს საზღვრებიდან გადასახლება 3 წლის ვადით. ანუ რა 3 წელი რო სამშობლოდან გადაგასახლებით 18 წლის გოგოა თან. თან ხარ აქ არ ვიცი სტრიქონებს შუა წავიკითხო, თორემ მე დამშეშ დაბეჭდილება რომ სექსმუშაკია და რაღაც მაღაზე იყო. ან შეიძლება უბრალოდ ლოთბაზარა ქალია, რომელიც დათვრა და გადასახლებით ალბათ გადაასახლებდნენ სადღაც აქ სამხრეთ რუსეთში, ჩრდილო კავკასიაში. არ მგონია რომ ახლა გაეციმბირებინათ, არა აქ ისეთი სასჯელი ხო, რაღაც 3 თვეა მიუსაჯეს. სადღაც ახლოს აქ. თან 1927 წელია ის არ არის ახლა რაც გაგანია. ხო, აი მაგის თქმა მინდა ნიკო, შემოსილიანი ისა, ხო, აი პრესაშიც ჩანს, რომ აი ეს 24 წლის აი ეს გაზეთებშიც ჩანს, რომ ჯერ ესეთი სისტემა 1924 წლიდან 3 წელია გასული, აი თუ მაგ როგორ ჩანს ეს რეპრესიები ასე თუ ისე აქტიურად და ესეთ იმათ მოლეული არის და რაღაცნაირად ის არის ცოტა თავისუფალი ცხოვრება არის ყოველ შემთხვევაში ყოფით დონეზე. გაზეთებში ჩანს რომ აი პირველი გვერდები ამ კომუნისტის პირველი გვერდი და ესეთი სადაც პროპაგანდა და ეს იდეოლოგიური მხარი არის წინ, ну ეს გაჯერებულია იმით და მე ეს ადამიანური ისტორიები არის მიმოფანტული აი
ის მელიქიშვილისა პეტრე მელიქიშვილის დაავადებაზეა ცნობები, როგორ განგრენა დაემართა, თითი რო გაიჭრა, მე თითი მოკლედ რაღაც ადამიანური ისტორიებს შეხვდები. აი მე 20-იანი წლებიდან რო გადიხარ 30-იან წლებში მე უკვე წაუკითხავი ხდება ეს საბჭოთა პრესა ესეთ ამბებს. სხვა ამბებიც არის, ადრე შემხვდა ვინახავ ხოლმე, მაგრამ ეს მე ამ იმეებს რო იცვლია მოწყობილობებს, ლეპტოპს, კომპიუტერს, რო კარგავ ხოლმე რაღაცებს, თორე ასეთ ისტორიებს ვაგროვებ. ერთი იყო, სადღაც ეს პლეხანოვის მიდამოებში იყო ისა, რაღაც ზოოპარკივით რაღაცა იყო და იქ ლომი მოკლეს, ანუ მოკლეს როგორ იცი, ეს დივერსანტული ოპერაცია ჩაატარეს, რაღაცა აჭამეს თუ ეს დეტალები აღარ მახსოვს. ეგეთ რაღაცებს წერდა რა ეს პრესა ადამიანურ რაღაცებს. იქ არის კრიმინალური ქრონიკებია მაზალო და რაღაცა. ეს ქალი ახლა არ ვიცი სექსმუშაკი იყო თუ არა, მაგრამ აშკარა არის რომ ის არის სისტემასთან დაპირისპირებული ტიპი არის, კიდია ეს ისა. ხო, დეტალები არ ვიცით სამწუხაროდ, მაგრამ ანუ მე მაგარი პატივი ვეცი, ასე ვთქვათ, ანკი ქალი იყო თავის ამბავში, არ ვიცი რა საკეთებდა და მარტო იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, კომუნისტურ ადმინისტრაციას უპირისპირდებოდა, ვინც გინდა ყოფილიყო, გინდა დემოკრატიული საქართველოს ყოფილიყო 18 წლის გოგო რო იგინება, მე მილიცია მოვა და მე თქვენი დედას. აგერ განათების ბოძები მოკლედ ბევრნაირად შეიძლება და ჩატრიალება ამ გინებას. თუ რაღაც სამედიცინო ამბავი არ არის რაღაც ესეთი, ხო? მაგარი ხო, მაგარი ტიპი არის, ხო. იცი რა ხან არ ვიცით ვინ არის, მოდი ვთქვათ რომ უბრალოდ მაგარი ტიპი არის თამარა ჩხიკვიშვილი. მე რომ პანკ ჯგუფი მქონდეს ქალების განსაკუთრებით, თამარა ჩხიკვიშვილს დავარქმევდი და მისი სახელობის პრემიასაც დავაწესებდი. ეგრე ბრუნდება ხოლმე, ხანდახან საჭიროა რომ ვიღაც ისტორიული ტიპი მიმდება ხოლმე. ეანასირი იცი ვინ იყო? ვინ? ეანასირი. ეანასირი იყო სპილენძის გამყიდველი შუმერები ქალაქ ურში. მაშინ შუმერულ სახელმწიფოში და ცნობილია იმით რომ ინტერნეტში არის მიმი, ანუ Reddit-ზე ეანასირის ქვერედიტზე ვარ, მაისური მინდოდა რომ მეყიდა ეანასირის წარწერით. არის შემონახული ლურსმული ფირფიტა ერთი, სადაც ტიპი უჩივის ეანასირს რომ უხარისხო სპილენძი მომყიდაო. მაგითია ცნობილია რომ მეტი არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ, გარდა იმისა რომ სპილენძის გამყიდველი იყო. ამასაც აქვს ეგ რესურსი. ხო, და ანუ საგარ გავარტყი ეანასირი გაფუჭებულ სპილენძს ყიდა და ეს იყო მაგარი ქალი, რომელიც ისე თან ის მომეწონა რომ ერთი აღწერა რომ აშკარად ჟურნალისტს აქვს ისა რომ ცოტა პატივისცემა ეთყობა რა. ესეც ძველი ის არის, გამოცდილი ის არის, ალბათ სადღაც ივერიებში და დროებებში და ცნობის ხორცელებში ნამუშევარი ის არის ძველი. უნახავს ცარისტული რუსეთის უნახავს და დამოუკიდებელი საქართველოს და ეხლა ერთადერთი რაზეც გული დამწყდა ის არის რომ ნუ ახლა ხო ხდები მაშინ ჯერ ახლა როგორი ისა ვართ პრესაში შეზღუდული მიმით ლექსიკით და რაღაც და აი თვითონ ეს ნიმუშები ეგზემპლარები ამ გინების იმიტომ რომ ქალაქური ფოლკლორი იქნება ახლა წარმომიდგენია ეს ჟურნალისტზე კორესპონდენტზე რო ესეთი შტაბეჭდილება მოახდინა რა ლექსიკას იყენებდა როგორი ის ქონდა სინტაქსი და ასე შემდეგ საინტერესო იქნებოდა. ესეც ეს ფოლკლორი არის, ქალაქური ფოლკლორი და რა ვიცი, არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ ლიტერატურული ღირებულებაც ექნებოდა ამას. აი ის არის 1927 წლის გინება ხო გინდა რომ იცოდე, ან როგორ რა საგინა ეგეთ. მე ადრეც შეიძლება ვახსენე ამ ჩვენს გადაცემაში აი ეს პოეტი, ბავშთა პოეტი რო იყო მაყვალა მრელაშვილი, ხო, მაგას აქვს ის ჩანაწერებში მეტეხის ციხე უკვე დაცარიელებული იყო, ის აღარ იყო, პატიმრები აღარ ყავდა, ადმინისტრაცია არაფერი არ იყო, უბრალოდ ნანგრევები იყო, ბოლომდე არ იყო დანგრეული და რაღაცა და ბავშვები მივიდიოდით და თამაშობდითო და ეგრეში რომ შევიდოდითო, ყოფილ საკნებში და ეს კედლები სულ იყო გადაჭრელებული წარწერებითო. ახლაც რომ მიხვალ ხო, რაც არის დარჩენილი ეკლესია ხო, ეს ეკლესია ახლა მეტეხის ტაძარი, ხო იმ ციხის შიდა ეკლესია იყო. პატიმრები ხო დადიოდნენ ეზოში გასასეირნებლად ან რაღაცა ეკლესიაში შედიოდნენ. უამრავი წარწერა არის ახლაც, აი ეგ ეკლესიის კედელზე ეს პატიმრების გაკეთებული და ახლა წარმოიდგინე საკნებში, კამერებში რა იქნებოდა და ეს ქალი ეს მაყვალა ქალბატონი ამბობს რომ აიო ბავშვი ვიყავიო და აი მთელი ცხოვრება სინაულად მომყვებაო რომ არ შევკრიბეო ეს წარწერებიო და ეს ქალაქური ფოლკლორის ეს ისინი შედევრები და ეს ნიმუშები არ შემოუნახე არც მოგონებები მე მაქვს წიგნი მქონდა სახში და ბევრი ვაიმე ბავშვობის მე არ წამიკითხავს მაგრამ კაპიტანო შეიძლება გემზე ბარგი ავიტანო შეიძლება ოღონდ გეზი შეიცვლება
თავს ვერ დავდებ რომ ზუსტად მახსოვს, მაგრამ ალბათ 8 წლის მერე არ წამიკითხავს 9 წლის. იცი რა არის? ისა ლიტერატურის ქართული ლიტერატურის მუზეუმი ადრე გამოსცემდა აი ეგეთ ჩანაწერებს. თხელყდიანები არის და ძალიან ბევრი და ცნობილი მწერლის ეგეთი ის არის სადღიურო ჩანაწერები. ეგ საერთოდ ეს ლიტერატურის მუზეუმის გამოცემები ცალკე ამბავი არის. აი ყველაფერი მატიანე, რასაც გამოსცემენ, ხო, ყველაფერი არის ძალიან საინტერესო და მაგარი და ეს არის თხელყდიანი, თვითონ მუზეუმში თითოლარად იყიდებოდა ეს თხელყდიანი, ეს თხელი ისინი და იქ წერს რა, ერთ-ერთი ის არის. მე მგონი იქ წერს, ახლა უკვე ნიკო ასაკი რო გემატება, ხო იცი რაღაცები გერევა და ხო, მოკლედ ესეთი ის არის და იქნებოდა ნაღდი შედევრები რა. ნაღდი შედევრები. ნუ ახლა თვითონ ლექსიკაც, თვითონ ეს ფრაზა ვის წინააღმდეგ იყო მიმართული, როგორ იყო. ახლა მე რაღაცეები ჯარიდან დამამახსოვრდა ეს რუსული ისინი, ეს ტუალეტებში და ეგეთი მეებში, საფერფარეშოებში წარწერები და ეს კაბრეზები და რაღაცეები. ხო, ნუ ის არის, როგორც ჩანს, ამ პატიმრობიაში, ამ დამწყდეულ სიტუაციებში და იმეებში იხსნება რაღაც ისინი განზომილებები, რაც მაშინ სალანძღავი იყო, ეხა ხო აღარ არის, კიდე ერთ ლექს გავიხსენებდი, იოსებ გრიშაშვილის არის, ხო, ბავშვს რო ამუნათებს, რო დედა ღილი ამიწყდა, გაკვეთილი ამიხსენ, დედი გადამავიწყდა და მე არის იშკილები ხოში მაქვს არამია არა, რო აი შენი სიტყვების საუნჯე და სალარო. ანუ აი ნახე ამ ცუც სიტყვებს იყენებო და იშკილები ხოში მაქვს აღარ გამოიყენება ისე. ხო, არა. იცი რა არის? ხოში მაქვს უნდა დავაბრუნოთ, ანუ ჯერ კიდე არის, ეხა იშკილებს ვერ იტყვი. ხო, ეგეთი ამბავი არის რა. არამია შენზე ცოტა ძველ ქართულად მეტის მეტად გამართული იქნება და არა რო ვაფშე არ ვიცი. ანუ არა რო. ხო, მაგრამ ხოში არის. ხოში არის დღემდე, კი. აი ძველი გაზეთის ქრონიკები, არა სტატიები იმდენად, აი რაღაც იმაზე ესეთი წერილები რო არის. არამედ აი ქრონიკები, სადაც აი რაღაც ამბავზე ყვებიან, რაღაც დაიკარგა ვიღაცა, დაიხჩო ვიღაცა, გაძარცვეს რაღაც ის. აი მთელი მუღამი ის არის, რომ რაღაცნაირად ის იმ ეპოქის ენა ცოცხლდება. ხო და ხა შენ წარმოიდგინე, რომ შეგქონდეს რაღაცნაირად მაგალითად ის დავით აღმაშენებლის ეპოქაში როგორ ლაპარაკობდნენ ჩვეულებრივი ტიპები, ხო? აი რა სალანძღავი სიტყვები რა ქონდათ, საქებარი სიტყვები რა ქონდათ და გინდაც ეს ისა რა. დედა შეერთოს ცოლად და ნუაჟაბშაველა ამარა, ნუ მაინც кайხმის წინ იყო ეგეც, ხო? ხო, აი ხო საინტერესო არის და ეს მოაქვს ეგად. აი ამ იმაში თამარა ჩხიკვიშვილის ამბავში 1-2 ეგზემპლარი გინებს რო ყოფილიყოს, სოდა ხატავდა. ისე რა არის, ნიკო? იცი რა არის, აი რო ვდებდი ტექსტიც უნდა იქიდან კიდე ან რაღაცა ეს არის. ფსევდიანი ამბავია, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ. თამარა ჩხიკვიშვილი შენ ტყუილა არ შეგხვედრია და ტყუილა არ გაგიზიარებია. ჩვეულებრივი ტექსტი რო არ იყო და აი თითქოს რაღაც ის მოთხრობას კითხულობ. ხო, ის არის ქრონიკა არის, სტატიაც არ არის რა. ის აქვს, იცი აი რასაც შენ ამბობდი რომ ფერი აქვს ინგლისურად ერებია ხოლმე color, ანუ უბრალოდ ამბავი კი არ არის. ეს არის მოაქვს. აი რაღაც სურათი არის დახატული და მე ხა ძველი რაღაცები მეც წამიკითხავს, ეგ გამქრალია ხოლმე, უფრო ხელო აი წერა მერეც იცოდნენ კომუნისტმა ქართველებმა, მაგრამ ესეთი რაღაცა ცნობები არის ხოლმე უფრო მშრალად, უფრო ოფიციალურად, უფრო არანაირად. ასეთ ხო, აი მაგას გეუბნები, 20-იანი წლების ბოლომდე ესეთი რაღაცები 4 კლასია ქალზამთრებული ვიცით, რამეში საჭირო იყო? არა, უბრალოდ გვითხრა რა. ხო, ისიც მაგარია, რომ იქ სასამართლო დარბაზში რომ მოსამართლეს არაფრეთ არ აგდებს და დარბაზს უყურებს, ესეთი ირონიული მუშაობდა რა ნახეთ, ხო. 18 წლის იყო და უკვე არაერთხელ იყო, მინიმუმ 2-ჯერ იყო მაგამდე განსაჯელთა სკამზე ნამყოფი. ასე რომ დაიმახსოვრე ქორი თამარა ჩხიკვიშვილი. ხო, მე ესეთი ამბები აღარ ხდება, ხო? აღარ ხდება. იცი რა, ხანდახან კაია ისტორიის ჩახედვა ხოლმე, იმიტომ რომ შენ აქ სიაში არა გაქვს ჩამოწერილი, იმიტომ რომ განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ ალგორითმზე და იმაზე ვილაპარაკო. ბოლო 2 დღეა Facebook-ზე თუ შესულხარ რამე დაკვდა? რა თვალსაზრისით? ანუ ნახე რა სამ. ჩემი ბაბლით ხარ იმის და მიხედვით თუ ვინა ხარ და ვინა ყავს ფრენდებში, ვთქვათ, ჩემს გარშემო დღენახევარია ვახუშტი მენაბდის გარშემო და ხელის კანდლის მეტი არაფერი არ დამინახავს. მაგრამ მე დავფიქრდი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობას წარმოუდგენა არ აქვს საერთოდ რაზე ალაპარაკი, ან ვახუშტი ვინ არის, ან რა ხდება. და მე ხვდები, რომ როგორი ერთი მხრივ კომპარტმენტალიზაცია ხდება სხვადასხვა სკანდლების. სკანდლებს ვიტყვი ბოლომდე, ვიცი რომ არ არის სწორი, მაგრამ მიჩივლეთ სადაც გინდათ. და
ენის პალატაში გიჩივლებ. ენის პალატაში მიჩივლებ. ანუ ვინც არ იცით რა ხდება, რამდენიმე დღეა არის რაც მთელი წყალქვეშა და წყალზე და დინებები ტყუილმართლის გარჩევას მან არ დავიწყებთ ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა კი და მაგრამ და ხომ და ესენი აქვს. მაგრამ დაიწყო იქით რომ მოკლედ არის ეგეთი საზმაუს მარში, ალბათ სწორი სახელი იქნება, ხალხი რომელიც რაც საზმაუსთან იკრიბება და მე ფეხით მოდიან რუსთაველზე. და როგორც ამბობენ, არაერთხელ გადაურჩენია ის რუსთაველის პროტესტი, აი გზის ვერ გადაკეტვას თუ რაღაც. მოკლედ მაგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ხალხის რაღაც გარკვეული ნაწილი არიან საზოგადოებრივი მოძრაობა თუ პოლიტიკური მოძრაობა, სოციალური დემოკრატების ნაწილი. ყველანი არა, მაგრამ რაღაცა მაგათ სახეები. რაღაც ხნის განმავლობაში არის კამათი მათთან, რომ უნდა ახსენონ თუ არა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. ესენი არ ახსენებენ, ანუ რომ მოდიან ფეხით ხშირად კითხულობენ ხოლმე პოლიტპატიმრებს და თავისუფლება ამას და არის ხალხი, რომელიც მოყვება და ამბობს, რომ მიშას რატო არ ამბობთ. ესენი არ ამბობენ. და ერთი ტალღა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაც სხვა რა ცენზორებენ ისინი, რომ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის სახელს არ ახსენებენ. მეორე ამისგან განცალკევებული, მაგრამ ერთ კონტექსტში მოაზრებული იყო ის, რომ ერთ-ერთი წევრი სასმაუს მარშისა და სოციალ-დემოკრატებისა, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც ჩვენი მეგობარი არაერთხელ სტუმრად ყოლია, მასთან დაკავშირებით იყო კითხვები, უბრალოდ მისი ოჯახის ბიზნესებთან დაკავშირებით, მამამისის და როგორც ხვდებით ძმის, რომლებიც გურიაში ტენდერებს იგებენ და შემდეგ იყო ლაპარაკი, რომ აი რაღაც ადამიანი, რომელიც ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, როცა მამამისი სავარაუდოდ კარგად არის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ის რანაირად მოიგებს ტენდერებს. შემდეგ ვახუშტიმ ორი კომენტარი დაწერა ამასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრის აზრით იყო არადამაკმაყოფილებელი და არის ორი დღის ხო ნორმალურად შევაჯამე, ანუ მე მგონი ობიექტურად და იმის გარეშე არის უამრავი შევხედავ ჩემი ფრენდებით, ზოგი აქედან, ზოგი იქიდან, ზოგი იცავს, ზოგი ეწინააღმდეგება, ზოგი ერთი კუთხიდან ეწინააღმდეგება, ერთი კუთხიდან წინა რატო ვახსენე არის, რომ აი მიშას ხსენება არ გინდოდათ და ტენდერებს კარგად იგებთ, თუ ესეთი ნარატივიც არის. მეორე ნარატივი არის მაკრიტიკებლების, რომ ამბობენ, რომ ამბობ, რომ კაცო ხალხი საჯარო სამსახურიდან წამოვიდნენ და გაიფიცნონ და რაღაცა თქვენ თვითონ თურმე კარგად ყოფილ ხართ და რას იმას შვებით. სხვები ამბობენ, რომ რავი, მამა ყავს და რა გინდა, თვითონ რამე გააკეთა, არასწორი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს არის რაღაც ორი დღე სულ მაღაზია იქნება და მე აღარ იქნება მაღაზია და მე ახალი რაღაცა იქნება და მე მაინც აი რაც არაერთხელ გვითქვამს ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ ორთან არა შეიძლება, მაგრამ რადიო თავისუფლებასთან და სხვებთან მიმართებაში, რომ მე მავოცებს ხოლმე ზლორაცტვა როგორ არის ქართულად. ავი სიხარული, ავი სიხარული, ანუ არა ის რომ ვინმე დედამიწის ზურგზე კრიტიკაზე მაღლა დგას, ან მან ლეგიტიმურად კითხვები არ შეიძლება გაგიშდეს ადამიანს, ან აუცილებლად უნდა მოგეწონოს ვახუშტის პასუხი, რომელიც სიცოცხლე შეიძლება არ იყო ისე კარგად ჩამოყალიბებული, როგორც უნდა ყოფილიყო. და არის უამრავი ადამიანის კომენტარი, რომელსაც აი ან მართლა შეკითხვები აქვს, ან მართლა აკრიტიკებენ. მე რაც შემხვდა სამი მაგდანი იყო, რომ აი ხო სირები იყვნენ, აი ხო ვიცოდით, რომ რას გვანდნენ, ხო ეგოვინ ჩემი ფეხებია და თან გვერდზე ვიღაცეებიც, რომ ეს ვახუშტები და გოტები და ისინი რომ დადიან აქეთ და რას მიკეთებ. აი თქვენ მან კიდე ეს არის მეორე წყალქვეშა დინება, რომ ესენი არიან მემარცხენეები. სოციალისტების ფარისეულობა და სხვები არიან, რომ ნახეთ თქვენ სოციალისტებო და იქ სოციალისტებში ყოველთვის ეგრე იყო და იქნება, რომ უდნავ განსხვავებული სოციალისტები რო ერთმანეთს უპირისპირდებიან, ეგრე მტრებმა არიციან ხოლმე გაწევა, ხო იცი, ცოტა აქეთ გადაწეული და ცოტა იქით ერთმანეთს მაინც არ აქვთ კაი ურთიერთობა, თუმცა ამჯერად რაც მე ვნახე გაცილებით უკეთესი ერთობა იყო, ვიდრე სხვა დროს დამინახავს ხოლმე, ანუ დაცვის. მე აქ არ ამგონია, რომ ჩვენი მოვალეობა, ან საქმე, ან ადგილი, ან ცოდნა თქვენ მართლის გარჩევას მიმოიხილავდეს, მაგრამ ჩემი როგორც Facebook-ის სულ უფრო ნაკლები მომხმარებლის ტკივილი არის, რომ აღარ შემიძლია. აი ეს არ არის ეს ვახუშტის დასაცავის ან რაღაცა, მაგრამ ამდენი ღვარძლისატანა, ამდენი სულ ყოველდღე ჩხუბისატანა, მით უმეტეს აი მე ვიღაცა იტყვის, რომ გიყვარდეს ერთმანეთს და აბა ის უნდა გიყვარდეს რაღაც. მაგაზე არ არის, მგონია რომ დილას ტიპები იღვიძებენ, რომ აბა ეხა ვისი დედა ვუატიროთ. აბა ეხა რა ისაქვნა და მე უხარია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის ტიპები, რომლებიც მანდ ერთმანეთს ლანძღავენ, რამდენი კაცი დგას რუსთაველზე, აღარ დგას ბევრი ადამიანი. იქ დგანან ყველანი.
და მე გამოდიან და თქვათ იმის ნაცვლად ერთმანეთის პირში რაღაცა უთხრან დაალაგონან რაღაც შეიძლება რომ რაღაცისკენ წავიდეს კონსტრუქციულისკენ კომენტარებში პოსტებში პოსტის ქვეშ კომენტარებში გადაზიარებაში სიმართლე არასდროს არ იქნება ეგ არის ეშმაკის მახე და ეგ სოციალური ქსლების მიერ წამოწყებული ამბავი, როდესაც ალგორითმი ადამიანის ყველაზე უფრო ქვენა თვისებებს წამოწევს წინ, ახალისებს და ეუბნება, რომ აი ეს არის სწორი კამაგას მარტო საქართველოში არ ხდება, ყველგან ხდება, ეგ არის რაღაცა, ანუ რეალურად ხდება ის, რომ რობოტები ერთმანეთს ვკიდებენ, რობოტები ასე ჩაგეჭრეს, რომ აბა შენ ნახე და არიან ტიპები, რომლებიც მაგამ ბავშვიც არიან ჩართულები და ისედაც, რომლებიც შეიძლება რეალურად არსებული ადამიანები არიან, სისხლხორცს შესხმული ადამიანები არიან, მაგრამ მათი სოციალური მედიის პერსონის მიღმა ტიპები არ არსებობენ, ანუ მთელი მაგათი მე აგებულია აი ამაზე, რომ ალგორითმა ლაიქი დაუწეროს და ვიღაცამ გააზიაროს და ვიღაცამ აგინოს და ვიღაცამ შეაქოს. ეგ არის ფაქტი, რასაც ეს არის მოსაზრება, ეგ არის ეგრე. ხო, ახლა მე კიდე აი შორიდან ესე იგი რომ ვაკვირდები, რას ვხედავ, ვცდილობ რომ აი შორიდან დავაკვირდე, ხო? აი არის ხელისუფლება და არის პროტესტში მყოფი პოლიტიკური ძალები. საზოგადოებრივი ჯგუფები და მათ შორის პოლიტიკური ძალები, ხო? უყურე ის ერთგვაროვანია ხელისუფლება, ხო? აი ოთარ ჭილაძეს აქვს ერთ ტექსტში ესე რომ აი ფეხისალაგის რიგშიო, ხო? ადამიანებს რაღაც ის საერთო ის კი არა აერთიანებდო იდეები და რაღაცებიო. საერთო მოთხოვნილება გაჭირვება ამ შემთხვევაში ფიზიოლოგიური. ხელისუფლებაში ყოფნა ესი არის, ხო? აი რაღაც ერთი ძლიერი გამაერთიანებელი არის და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ტიპის ქვეყნებში და აი ჩვენს მსგავს საზოგადოებაში ეს არ არის მაღალი მატერიები და რაღაც. მოკლედ შემადუღაბებელი ცემენტი აქვს ბუნებრივად ხელისუფლებაში მყოფ ტიპებს. არიან ერთიანება რომ მესიჯი მოგდის და გეუბნება რომ ამას ფიქრობ შენ და ამას სიტყვი და მე მაგას აკეთებ. მოკლედ ესეთი მკაფიო ერთი მიმართულების დიდი ვექტორია ხელისუფლება რო ავიღოთ. აქეთ მრავალფეროვანი ბევრი ჯგუფი არის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ხო, რომლებსაც თავიანთი იდეოლოგია აქვთ. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებული, ერთმანეთის ატანა არ აქვთ, გამორიცხავენ. აი ახლა ის ამბობს, რომ აი სოციალისტის გვერდით როგორ უნდა დადგე ფარისეველი სოციალისტის, რომელსაც სოციალიზმის სხვისთვის უნდა თვითონ კაპიტალისტია, მოაქვთ უამრავი მაგალითი, რომ მდიდარი იმის სოციალისტების და ასე შემდეგ, ხო? ვერ იტანენ, ატანა არ აქვთ ის რაღაცნაირად აი სახეობის შიგნითაც კი აი ერთი იდეოლოგიის პარტიების შიგნითაც თუ სხვადასხვა ის არის ხო აი მიდის ერთმანეთთან აი ესეთი რაღაც დაუნდობელი კონფრონტაცია და გადარჩენისთვის ბრძოლა ანუ ბუნებრივად არიან დაყოფილი ფრაგმენტირებულები ხო აი იმის ერთი დიდი ვექტორი რო გადაწონოს ხო აი ამათი პატარა ვექტორები რომლებიც ერთმანეთისკენ არიან მიმართული სინამდვილეში რაციონალური მოქმედება იქნება რაღაც დროებითი ზავის ჩამოვარდნა რაღაც საერთო დიდ მიზანზე შეთანხმება რათა ეს თავიანთი ეს პატარა ვექტორები ერთ წრფეზე დააწყონ და აი იმის საპირწონე რო გახდეს სხვანაირად თუ ეს ვექტორები ერთმანეთისკენ იქნება მიმართული რაღაც კუთხეებით იქნება ვერასოდეს ვერ გადაწონის მაგას ემატება ასევე ხო ეს ხო ბუნებრივია რასაც ვამბობ არა აი ის რო არის ის კრილოვის თუ იმის ფრანგის იგავარაკი გედზე კიბორჩხალაზე და იმაზე ხარიყლაპიაზე სხვადასხვა მიმართულებით რო ეს ვარიანტი არის და ხო არ ვიცი თუ უნდათ რომ ის დიდი ძალა რაღაცნაირად ხელისუფლება გადაწონონ ან ანგარის გასაწევი გახდნენ ხო ეს ერთმანეთის იმას მაშინ არ გამოდის ეგრეთ რომ მე მოვდივარ შენთან და გეუბნები რომ მიშას პლაკატი დაიჭირე ფრიმიშა აწერი ხო და არ უნდა მიხვიდე პლაკატი შენ არა პლაკატი შენ დაიჭირე მაგრამ იმან დაიჭიროს თავის პლაკატი შენ დაიჭირე შენი პლაკატი მე შენთან შეკითხვა მაქვს რომ იქ რო ჩამოთვლი პოლიტპატრონის მიშა არ არის პოლიტპატრონი არის რატო არ ამბობ და მე აქ მინდა რომ დავდგე შენს უკან ფრიმიშას პლაკატით. მე შენ არ გინდა იმიტომ რომ მე შენ მეუბნები რომ არარაციონალური და მეუბნება რომ ნაცების აქცია და მე არ მიყვარს. ხო და არარაციონალური ქცევაა ეგრე მეთქი ამის თქმა მინდა. მგონია თანაც რაციონალურია, იმიტომ რომ ეხა არ დაწყებულა ეგ. არარაციონალურია სირცხვილიასაც მაგას იმაშობდნენ. ცალკე ერთი ქართული ოცნების წარმომადგენლები და ცალკე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც ორი მხრიდან ეუბნებოდნენ, ზოგი ამბობდნენ რომ კოცები ხართ, მეორეები ამბობდნენ რომ ნაცები ხართ. სხვებს აქვს შეკითხვა რომ რატო არ შეგიძლია რომ თქვათ თუ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თქვენი მარში გააკეთეთ და დაიძახეთ თქვენი სახელები.
ეხლა ეს საზმაუს მარში თავიდან ესეთი იყო ხოლმე მასშტაბური მოდიოდნენ ქუჩას გადაკეტნენ და მე ყველამ ჯარიმები აიკიდა და ეხლა ტროტუარზე მოდიან და ექმედიან რამდენიმე ათეული ადამიანია არ არის ბევრი. ყველამ თავის სათქმელი თქვა. იმდენი კომენტარი წავიკითხე რომ აჰა არ გინდოდათ მიშას სახელის თქმა ეგ ადამიანები ყველა ერთად რომ შეიკრიბნენ თავისი მარში გააკეთონ მაგას დიდი მარში გამოვა. ხო მეც მაგას ვამბობ მე იმას რომლებიც მე მან თავისი განხეთქილებაა რომ მიშას მარში რომ მოდიოდეს ისინი დაიძახებენ მამუკა ხაზარაძეს თავისუფლება რომელთაც ვიცით რომ ერთმანეთთან მაინც კაი ურთიერთობა არ აქვს. ხაზარაძეს დავანებოდ გახარიას ან გახარი არ არის ციხეში ჯერ. არა ანუ რას ვამბობ რომ პოლიტპატიმრების ჩამონათვალი რო იქნება. ხო მესმის. ვიღაცებს იტყვიან ის თვითონ არ მოწონთ. არ ვიცი. შეიძლება კი შეიძლება არა, მაგრამ მოკლედ შეიძლება თქვა, მაგრამ ხო გეუბნები ამას ყველაფერი ჯობია ერთმანეთის დაჭმას. ჯობია რაღაცეები, სიტყვა შეეგუო, რომ ის არ იტყვის ამას და არ არის ეს კატასტროფა, აი ის იტყვის. ეს იტყვის. ჯობია ხო, მაგრამ არ იქნება ეგა და არ არის და ანუ იქიდან კიდევ ერთხელ ტყუილ მართალზე არ არის ლაპარაკი, ვცადეთ რომ ჯიმიმდანო რომ ჩამოგვეთვალა რაზე არის ხოლმე ლაპარაკი, უბრალოდ მცირე კომენტარებით ჩვენი მხრიდან და რა ვიცი, ალბათ ორივეს გულის ტკივილია რომ ამის დედავატირე. აღარ მინდა არაფერი წავედი სვეტზე დავდექი ცოტა. ხო, თან რა არის იცი, ეს არ აგავს აი როგორ გითხრა, აი ნამდვილი იმას სკანდალს ასე ვთქვა. რაღაც აი მაინც ფიქრობ რომ ხელოვნურია და ანუ ხელოვნური რანაირად არის ბევრ ადამიანს მართლაც და გულით აქვს შეკითხვები. იქ ზოგს აქვს ეს ავის სიხარული, ზოგს აქვს ავი წენა რომ კაი მე თუ მეუბნები შენ გააკეთე. სხვებს აქვს რომ თქვენ ყველანი მაგრამ ამის უკან არის ხოლმე უამრავი ადამიანის სურვილი, რომელიც და მე მგონი რომ გამოსჭვის ხოლმე პოსტებიდან, რომლებსაც რამე კონსტრუქციის მიღება კი არ უნდათ გეუბნებია რომ თქვით რომ 2012 წელს მომართალი ვიყავი. თქვი ჯიმი, აი იქ რო წერდი 2012-ში. ხო ჭამე მძღნერი ჯიმი მაშინ. ხო ქენიეგა და მე რეუბნები 13 წლის წინ იყო ის, ანუ ეხა ამ წუთას რას აკეთებ, მაგრამ მაინახე რას წერდი მე. ნახე როდის წერდი ამას, ნახე პოსტს გაგიზიარებ ეხა 2012 წელს რა დავწერე, რომელიც სულ სხვა ხო გეუბნებოდი. თავი დამანებე. ანუ რა ბოდიში მოიხადე? ხო, ეს ზუსტად ეგ არის. ლიტერალი მაგებს წერენ ხოლმე, რომ ბოდიში კი არ მოუხდიათ რომ ის რო გააკეთეს და ამასობაში ის იყო აფხაზეთის ომის წლისთავი. აფხაზეთის ომის წლისთავამდე ნიკო ჩვენ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმით განსხვავდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისგან, როგორც წესი მიდის იმაზე. კანალიზაცია არ არის ამ სოფელში. კანალიზაცია არის გამოსაცვლელი წყლის გაყვანილობის მილები არის გამოსაცვლელი ამ რაიონში, ამ უბანში. იქ ლიფტია მოფახფახებული, იქ სახურავიდან წყალი ჩადის და ამას არ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება და მჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ამას გააკეთებს. წესით ესეთი არის ხოლმე და აქ ჩვენთან ისევ მიდის, ესე იგი, სპეკულირება იმით, რომ უკრაინაში ომია, ჩვენ ეს ომი ავირიდეთ და ისე მიდის ამის საარჩევნო კამპანიის დროს აი ესეთი გლობალური საკითხები შემოტანა, რომ აი ჩვენ მშვიდობიან განვითარებას ვაგრძელებთ და მოყავს მაგალითად უკრაინის ის დანგრეული ქალაქები, თეატრები და ასე შემდეგ და ისეთი მასშტაბით ხდება ამ იმის გამოყენება აი ამ კლიპის ძველის, რომელიც წინა არჩევნებზეც გამოიყენეს, რომ აი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეკომაგა და ეს სინამდვილეში ეს არის ცრუ არჩევანი თითქოს ესე იგი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის აკეთებთ არჩევანს სინამდვილეში აკეთებთ არჩევანს ევროკავშირზე უარის თქმით და ეს ძალიან მაზალუ ამბავია რომ აი ეს ხო ამას აკეთებს ისა მართველი პარტია და ესეთი ის არის მოძრაობა ნეიტრალური საქართველო ეჭვი გვაქვს რომ არ არის მთლად ნეიტრალური ის ითხოვ საერთოდ პლებისციტის ჩატარებას ნიკო როგორი ისა ესეთი იმით ხარ თუ არა მომხრე ჩვენთან რეფერენდუმი ვერ ტარდება იმის გამო რომ მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და ეს პლებისციტი კიდე სარეკომენდაციო არის მოკლედ პლებისციტში დასმული კითხვა სავალდებულო შესასრულებელი არ ხდება ხელისუფლებისთვის ხო მაგრამ კითხვა არის ესეთი ხარ თუ არა მომხრე LGBT პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მაგარი კითხვა ხო მაგარი კითხვა არის და ხო არ ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობასთან რატომ აქვს ამას ესეთი ის კავშირი თან
ხო ისევ რა იმას წყლის მოწესრიგების, წყლის ხარისხის და წყლის მილების იმას ურჩევნია რომ რაღაც ასფალტის დაგებას და რაღაც მართლა საქმის გაკეთებას ისევ არ როგორ ამბობენ იქო არ გაგაპიდარასდებინებთო თუ არ დაგნებდებითო მოკლედ ეს რიტორიკა შემოიტანონ თითქოს აქაც ადგილობრივ არჩევნებზე იქ ხო იყო საპარლამენტო არჩევნებზე ეს არჩევანი თითქოს სრულდილემა ახლა ადგილობრივზე ჩემოაქვთ ხო არ არის ეს მარისა ხელსამოსაკრავი ამბავი ნიკო მაგრამ ეგ პრობლემა არ როცა ნორმალიზება ხდება იმიტომ რომ ეხლა რო თქვი რომ პირველად როცა გამოჩნდა რომ ის იყო საპარლამენტო არჩევნებზე ეს ანუ არჩევნები არა გვაქვს ფაქტობრივად აი ასეთ არჩევანს გთავაზობენ როცა ეს იყო ორი ცალი ფოტო რო იყო რომ დანგრეული უკრაინა და აშენებული საქართველო და ნახე რა კარგია შემზარო შევხედე მეთქი აი რას შვებით ეხლა ეს როგორ შეიძლება ეხლა რომ არის იგივე ძალიან მიჩვეული ვარ ანუ აბარასი ზამენ ანუ კი არ მგონია რომ სწორი არ შემიცვლია აზრი მაგასთან დაკავშირებით მაგრამ მოხდა სრული ნორმალიზება ანუ ეხლა ვიცი რომ ხოლმე ეგრე შვებით ხოლმე პირველად რომ ვიყავი ვაიმე რა სირცხვილია თავი მომეჭრა ეხლა არის რომ ოკეი ეგრე ვაკეთებ ხო არა უყურე ხო რაღაც ის არის არა ყველგან ხო არ შეიძლება ეს სრუდილემა დააყენო ხო აი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის რომელი უფრო კარგი მეურნეა სიტყვაზე აი თბილისი მილიონნახევრიანი ქალაქია და მერი ნუ ისე სხვა ქალაქები სხვა იქ ხო სხვა თემა იქ მაინც შემოიტანეს იქ მაინც ჩაატარე რაღაც ფორმალურად მაინც ანუ ვინ უფრო კარგი მეურნეა ვინ უფრო რა ვიცი რა მე გიწევს რომ ისაქნა რაღაცა მცირე დაპირებასავით მაინც გააკეთო რომ მოსაც წამოგაძახებენ ანუ თქვა რომ ნახე ამას ვაკეთებ და მე ადვილია ოპონირება რომ აბა გზა არ მაქვს დაგებული აბა ტუალეტი არის გამომართავი კანალიზაცია არ მუშაობს და თუ გების ძახილით მოდიხარ არც არავის პირდები რამეს არც არაფერს რეალურად არ აკეთებ და ეგრე უფრო ადვილი არ გირჩევნია რომ რაღაც გამოხვიდე და უცხო პლანეტალების წინააღმდეგ იმუშავა ან რაღაც კოსმოსური გამოსხივებაში ამცირო და მე რეალურად ვეღარ მოგთხოვ ვერაფერს ვერ ჩამოვაყალიბე ეს წინააღმდეგ კარგად და უკან მიმოქვს ყველა სიტყვა იმიტომ რომ უკეთესად ხო არა ყველაფერს გამოეცალა შინაარსი ყველაფერს გამოეცანა შინაარსი აი სადღაც მათემატიკოსობა რო გინდოდეს და მათემატიკის ფაკულტეტზე აბარებდე და იქ შეგხვდეს ესეთი საკითხი და ამით მიგიღონ იქ სასწავლებელში აი რამის აქამდე მივიდეთ რა ისეც სქენი ხა აფხაზეთში დაიწყო და ძალიან ერთ ჩვენს ისტორიაში არა მარტო უახლესში ალბათ აი უფრო ფართითაც რო გავიწევთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე 14 აგვისტო როდესაც აი სახელმწიფო საბჭო მიიღო გადაწყვეტილება იქ რაღაც რკინიგზის დაცვის მიზნით შესულიყო გადაეკვეთა ენგურის ხიდი და ხო, აი მე რა გვიქნა რუსეთმა და როგორ გვიქნა, ხო? ეს ყველამ ვიცით, მაგრამ აი იმდენად აი რო კითხულობ იმ პერიოდიკას იმ 30 წლის წინანდელს ან ნაშრომებს ან სტატიებს, ხო? აი სულ ჩანს აი ეს ხელი რა, რომ აი რაღაცნაირად აი ისეთ არა რაციონალურს, ისეთ გიჟურ გადაწყვეტილებებს იღებდა ეს სახელმწიფო საბჭო, აი ეს თვითონ სამხედრო ხელმძღვანელობა ასე ვთქვათ მაშინდელი ხო რომ აი ფიქრობ რომ მართლა რა ესენი იყვნენ იმათთან შეკრული და ესე მოქმედებდნენ მე ძალიან ანუ ეგ ცხადია რომ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს მანდ გამოსაკვლევი დასაწერი დასაწონი რა იყო როგორ მოხდა არ ამგონია რომ ეხა ცხადად ჩანდეს მით უმეტეს რომ ომი არ დასრულებულა ასე ვთქვათ ანუ არ მიმდინარეობს მაგრამ რაღაცა ეს არის მაგრამ ასევე მგონია რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ეგ ნარატივი რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი ომი რუსეთთან რომელშიც ჩვენ რუსეთი დაგვესხა თავზე რეალურად აფხაზეთის ომის დროსაც რაც ძალიან იოლად გვაძლევს საშუალებას რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა ავარიდოთ იმ ხალხს ვისაც შეიძლებოდა რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ და მე ვფიქრობ აი ეს ტიპები არის ხშირად არის ხოლმე თქვა ნეო დეკოლონიზაციის ნარატივებში და ასე შემდეგ არის ხოლმე ლაპარაკი მხოლოდ ამ გარეშე ძალაზე რომელიც გარედან გმართავდა როდესაც აქტორები როგორც იქ წერენ ხოლმე ჩვენც ვიყავით აფხაზებიც იყვნენ და უამრავი გადაწყვეტილება თბილისში იქნა მიღებული იქით იქნა მიღებული აქ იყო მიღებული რომელშიც შეიძლება დავინახოთ რაც რუსეთის პრესამ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ყოლა შეიძლება არც ყოფილიყო იმიტომ რომ დრო იყო ისეთი რომ რუსებსაც თავისი სერიოზულად გასჭირვებოდათ და ისე მოძლიერებული ვერ იყვნენ რომ ყველაფერი ჩაციკციკებულად ისე ემართათ ანუ კგბ-ია ის ხალხი ვინც საბჭოთა კგბ-ში მუშაობდა მერეც იქ ისხდნენ და მუშაობდნენ ზოგნი უმუშავრად იყვნენ დარჩენილები იქ აგერ
რუსეთის პრეზიდენტი ერთი ეგეთი. აი ის ამ ომის წინა პერიოდში როგორ გადასცემდა ეს რუსეთის ამიერკავკასიის ეს სამხედრო ოლქის სარდლობა შეიარაღებას ამ იმას სამხედრო საბჭოს მე ეს კოზირევის საუბარი რო ეს არძიმბა რუსეთის სპეცსამსახურების კაცი ახლა დიდ ინტერვიუში ამბობს ხო აი ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება მიიღეს და გზაში დააწიეს ეს ტანკები ეს შეიარაღება და ის ხო აი ყველაფერი გაფიქრებინებს რომ აი რაღაცნაირად აი ეს აი მართავდა ერთი ხელი და ყოველ შემთხვევაში უბიძგებდა რომ აქეთ წასულიყო ის გადაწყვეტილება რომ იქ რაღაც რკინიგზა ხო იყო რკინიგზაზე ყველას გვახსოვს პრობლემები იქ სომხეთის თვირთები ზიანდებოდა ძალიან ხო უკვე ხო კატასტროფა დაიწყო იმით აი ეს თბილისში გადატრიალება და მე ეს გვარდიის გახლეჩვა და ის წინააღმდეგობა სამოქალაქო ომი სამეგრელოში შესვლა ეს ზვიადისტების ეს შეერაღებული ფორმირებები აფხაზეთის ტერიტორიაზე ну როგორც ჩანს ეს სამხედრო საბჭოს ზოგიერთი წევრი მე ვფიქრობ არ იყო დამოუკიდებელი და ვიღაც ტიპებს ანგარიშს უწევდა რჩევებს ან მოკლედ რაღაც სხვა ამბებს ხო ну აი ისე იმოქმედა რომ აი ის ოფიციალური მიზეზი რაც იყო ეს რკინიგზის დაცვა და რაღაცა ეს ყველაფერი ვერც რკინიგზაც დაუცველი დარჩა და მე ისეთი ხანძარი გაღვივდა რომ აი დღემდე ვიმკით იმის შედეგებს ხო და ძალიან საეჭვო ამბავი არის ნიკო რომ აი რო ვამბობთ რომ ეს გამოვთქვათ ხო რომ ახლა ესე მარტივად კი არა რომ აი რუსეთი შემოიჭრა და აი თავიდანვე ეს იყო რეგულარული ჯარებით იქ იყო აფხაზეთში ხო ეს რუსეთი და მე ახდენდა გავლენას მაგრამ აი ეს თვითონ ამ იმას გადაწყვეტილების მიღება სადაც მოხდა სამხედრო საბჭოს ხდომაზე ხო ეს აგვისტოს 11-12-ში ხო აი ამ ხდომის სტენოგრამა აი დღემდე არის ახლა ვკითხულობდი რაღაც სტატიებს და იმებს გამოხმაურებებს ამ ომის დაწყების წლისთავთან ხო დღემდე არის გრიფიცაიდმულო იცავს ხო ის საინტერესო არის ვინ როგორ არგუმენტაცია დასაბუთება ვინ წამოაყენა ვინ დაუჭირა მხარი რა არგუმენტით მოქმედებდნენ ну ეგ კიდე რა არის მან ცუდი იცი არასწორი გადადავწარი რო იყო და კატასტროფული ну ფაქტია მაგის შესწავლა ხო იდეაში ისტორიკოსების საქმე არის პირველ რიგში ალბათ ვქონდა რომ კაი ხანი გავიდა მაგის მე და რასთან დაკავშირებით ფიქრობდი რომ ხეს შუა აღმოსავლეთში ამბები რო არის რაღაცა კაი ბევრი წელია რაღაც ხან ამას წავიკითხავ ხან იმას რო გავერკვიო რომ ესე მარტივად არ იყოს რა ხდება და როგორ ვთქვათ 1948 წლის ამბებზე რომელსაც პალესტინელები ნაკბას ეძახიან ისრაელელები გათავისუფლების ბრძოლას ბლომად წავიკითხე და მათ შორის იყო ერთ-ერთი რაღაცა სხვადასხვა კვლევარების ნაზავი და წერდნენ რომ თქვათ აი ეს ამბავი ესე მოხდა იმიტომ რომ ნახე აი არაბ მეცნიერები ამას წერენ და აქ ისრაელელი მეცნიერები წერენ და თან ორი ერთი რომელიც არის მემარჯვენე მეორე რომელიც უფრო კომუნისტი იყო ორივე ტიპს რაღაცა ის ქონდა ჩართულები იყვნენ პოლიტიკაში სხვადასხვა კუთხით და თავისი პოზიციაც ეჭირა არც ერთის მიმართ როგორც მეცნიერის მიმართ შეკითხვები მაინდა-მაინც ანუ ორივე იყო კეთილსინდისიერი მეცნიერი რომლებიც სხვადასხვა დასკვნები ჰქონდათ სხვადასხვა რაღაცა ისა მაგრამ ორივე შემთხვევაში იყო რომ ტიპებმა ფაქტები რაც ეწერათ რომ ეს მოხდაო არ ეგრე იყო წყალი არ გაუვიდოდა არც არაბი არც არავინ მაგაზე არ გამართობდა ინტერპრეტაციაში კი ბატონო სხვადასხვანაირად შეიძლება ქნა ჩვენ შემთხვევაში არის ხოლმე ერთი პრობლემა რომ ეხლა რომ ისტორიკოსი იყო მაგას ძალიან დაგეზარებოდა მაგაზე წერან ძალიან თავი უნდა ქონდეს გადადებული იმიტომ რომ ნებისმიერი აი ვისაც რაღაც არ მოეწონებოდა და ყველა ვარიანტში რაღაცას რაღაც არ მოეწონებოდა როცა სიმართლეს დაწერა აი ესე გათრევდნენ აქეთ იქით რომ შეიძლება არაფერი აღარ გინდოდეს ერთი და მეორე საპირწონედ მოიყვანენ სტატიებს სადაც ეხა არავის კონკრეტულად არ გულისხმობ ნამდვილად მაგრამ ნუ ყველა მიცის რომ ბევრია ხოლმე ესე სადაც ფაქტები მორგებულია წინასწარ განსაზღვრულ დასკვნებს ანუ არის რაღაცა შერჩევითად იღებ ფაქტებს არ ახარ ბოლომდე კეთილსინდისიერი მეცნიერი იმიტომ რომ ერთი ნარატივი გაქვს და ფაქტები მე მაგას უნდა მოერგოს ეგრე ხდება ხოლმე ჩვენთან ძალიან ბევრ რამეში გინდა ერთი იყოს გინდა მეორე და გინდა მესამე მტკივნეული ანუ რამე დროს იქნება გავწდეთ მაგას როცა არ ვიცი როცა რა მოხდება ხო არის ეგრე ანუ ეს არის ხოლმე რომ კითხულობ დღემდე ეგრეა რომ აბა ვისი ბიძაშვილია ვისი ნათესავია რატო წერს ესე როგორ წერს და ხო ისე ეს კატასტროფა რო კითხულობ რაღაც ამ იმეებს მაშინდელი ის პოლიტიკური ან სამხედრო ფიგურების მოგონებებს და ეს შიგნიდან რო უყურე პროცესებს ხო ხვდები აი როგორი სიცარიელეები იყო ჩავარდნები იყო
აი გადაწყვეტილების მექანიზმი როგორი დაუხვეწავი იყო და აი ჯერ რა დაგვემართა ხო რა ხელა კატასტროფა დაგვემართა და კიდევ უარესი შეიძლებოდა დაგვემართნო და აი თმები ყალზე დაგიდგება ვინ როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს აი შემთხვევითობის ის ფაქტორი რა ხელა მნიშვნელობის მატარებელი იყო და ნუ არ ვიცი რა აი ის რომ აი პირველი მოკლედ ეს აფხაზეთში ეს ენგურის ხიდის გადაკვეთა ხო პირველი არ იყო აი ეს რომ გაიარა მარშით ამ იმან გვარდიამ ეს ყარყარაშვილი აი ცნობილის ფსოურსწყლის დალევა მაშინაც ბეწვის ხიდზე გაიარეს ხო და მე აი თვითონ უკვე შესულია მიდის უკვე ეს აი იქაც რომ აი ფაქტობრივად არც ჯარი ყავს არც ზურგი მომარაგება აი ყველაფერი არის რაღაც სპონტანური, ცალკეული ადამიანების რაღაც იმაზე ძალისხმევაზე დამოკიდებული და თან ეს რუსეთი გათამაშებს ხო მე რუსეთმა დაიწყო რასაც მთელი ცხოვრება აკეთებს და მთელი ისტორიის განმავლობაში აკეთებენ იმპერიები გაძლიერებდა შენს რაღაც დოზით აძლიერებდა შენს მოწინააღმდეგეს აი ნუ კატასტროფა რომელსაც ნუ ხო გეუბნები ყველაფერი რაც გჭირს დიწილად აი 90-იანი წლებიდან მოდის აი ეს უნდობლობა ინსტიტუტების მიმართ და ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი უნდობლობაც და რავი ბევრი რამე ეკონომიკური სიდუხჭირეც რომ ვერა და ვერ გავიმართეთ წელში კი არ ახუნებენ რაღაც რიცხვებს და რაღაცას მაგრამ სრული კატასტროფა მოხდა აი სრული კატასტროფა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას რო დაიპყრობს გაძარცვავს ნადავლს წაიღებს რაც ასაღებია რაც არა რომ გადაწვავს აი დაახლოებით ეს დაემართა აი საქართველოს ეკონომიკას 90-იან წლებში ხო და ნუ ძალიან ესეთი ტრაგიკული დღე არის ეს 14 აგვისტო და იმედია რომ რაღაც ბოლოსკენ რო გავიდეს მაგ ამბავში რომ რაღაც დროს რამე გაკვეთილებს ვისწავლეთ მანდედან და ტრაგედიად საშინელებაა ყოველთვის მაგრამ ჭკვიანი ხალხი რაღაცას ხო შეცდომებს რაღაცას ამომავლოდ რაღაცას სწავლობს ხოლმე და სხვის თუ არა საკუთარს ან საკუთარი უფრო მტკივნეულად გახდა შეიძლება კიდე უკეთესი გაკვეთილი გამოვიდეს მანდედან რაღაცა მინდოდა რომ ხო კიდე კომენტარები წავიკითხოთ არის სასაკითხი რამე იცი რა წინაზე ვიკითხეთ რომ ვირას კითხულობთ თქო ვთხოვეთ ხალხს დაგვიწერეთ თქო და ჩამოვყვები ჯერ მაგას და მე სხვა კომენტარებსაც წავიკითხავ ფალიკოლორი ანა პოლიტიკოსკაიას პუტინის რუსეთს კითხულობს და იმდენი საერთოა ჩვენს დღევანდელობასთან გული მიკვდებაო აომამე მასამი კითხულობს მანჯინლის პაჩინკოს და ზაფხულის საკითხავის არ მჯერაო მის რა ძნელი დასაჯერებელი არ შვებულება გაქვს მეტი დრო გაქვს სიტყვაზე არა უფრო ლაითი საკითხავი ანუ ზაფხულის საკითხავი გულისხმობ რომ წამოწეკი დეტექტივი წაიკითხე რაღაცა მე ეგრე არ მიგულისხმია მე ეგრე გულისხმობ ხოლმე ხო სინამდვილეში არა აი რაღაცა რომ შვიდად გულდასმით იმიტომ რომ ხანდახან კითხულობ და იმხელა წვეტები გაკეთება გიწევს იმის გამო რომ საქმე გაქვს და რაღაცა რა მე რომ მოუბრუნდები და ესენი ვინ არიან საერთოდ აღარ იცი ვინ ახდება და რა შვება მაკაბში კითხულობს ხალიდ ჰოსეინის Thousand Splendid Suns ავღანეთის რეალობაზეო, არც ქართულად როგორ ითარგმნება. დაშნიანი ნინო კადარის დიქტატორის ზარს ხალხი კითხულობს წიგნებს. კი. მარი მაჭავარიანი ზურა ჯიშკარიანის სახეჭ განთიათებს, მუსიკა მეინც არ მიყვარს მაგისიო, ეგ ჟანრია, მაგრამ წერა აშკარად კარგად გამოსდისო. ხო, ის და თანო ისეთი ყველა პოლიტიკური პერსონაჟი, ვინც რომანში ანახსენები, ახლაც პოლიტიკაშიაო. ეთყო მაგრამ უფრო ახალგაზრდა იმიტომ რომ ჩემთვის სახეჭი განთიადები შარშანთ გამოვიდა და არა საერთოდ გამოსულა კაი დიდი ხნის წინანდელია. იცი კოვიდი რამდენი ხნის წინ იყო? 20-21. 5 წელი გავიდა. 5 წელი. კოვიდ 19 არ არის? კოვიდ 19-ში დაიწყო. 19-ში დაიწყო. 6 წლის წინ დიდი დრო, ანუ მე რაც კიდე 1-2 წელს ვფიქრობ მაგაზე. ოკეი. ხეროსიმა კი არა ხოროსიმაო. მე მგონი რომ კი არა ხოროსიმის ხეროსიმას კითხულობდა ამელია ელე, მაგრამ ხო, ჰიროსიმა. ხო არ არის საერთოდ ხო არის. ჰიროშიმა? ხეროსიმა კი არა ხოროსიმა. არ ვიცი რა ზე არის ლაპარაკი, კი ბატონო მართალი ხარ, whatever. მოკლედ იყო ძირითადად იმაზე ქრონომეტრაჟზე, იმიტომ რომ ბოლოში ჯიმ გახურდა. მეც დატო? არ იცი და. ითომ არ ვიცი. როგორ არ ვიცი. ხო მოკლედ
ლაპარაკი იყო წირაზე ბოლოში ციგნებზე რო დაიწყო ლაპარაკი, ჯიმი ციგნებზე ლაპარაკს რო იწყებს, განსაკუთრებით თუ ეკითხებიან რა წაიკითხეო, ესე მარტივად კი არ ჩამოთვლის თან და არა რაღაც აშინის და ბოლოში მე შევაწყვეტინე რომ მეთქი გავიდა მეთქი დრო და სხვაებიც კითხულობენ რომ 1 საათი ზე მეტი რო იყოსო რა მოხდაო არაფერი არ მოხდება ანუ ზოგადად არის ეგეთი საუკეთესო პრაქტიკა როცა გაქვს ერთნაირი გადაცემა რომ დაახლოებით ერთნაირი ზომის იყოს ყოველ ჯერზე თავრო დაანებო ვინც არის ჩვენი გადაცემა სამზარეულოში იწერება და 1 საათზე მეტი ადამიანებს ხან წყალი უნდათ ხან ანუ შემოვიდნენ და ძალიან როდის შეუშალევინ მესხელი ეგ არ არის ჩემთვის მიზე მე მოდიან ხოლმე და როდის ყველას ვეუბნები რომ შემოდი გააღე დალიე წყალი თუ გინდა ყავას ნუ გაიკეთებ იმიტომ რომ ხმამაღალია აგე მაცივარია გამოიღე შენი ყველი თუ რაც დევს იქა და ճამე არავის არ უშლით ხელს გარდა ხო მაგრამ რა გამოიღო ყველი თუ არის იქ იმიტომ რომ მე რაღაც პოდკასტს უყურე იქ ცხრის ალათებს ცხრის რა ქვია იმას სასქესო ჯირკვლებს წვავენ და ჭამენ ქართულ ხო ეგ შეგიძლია თქვა მგონი ეგრე ქვია რა ვიცი დუმა სხვა დუმა ტრაკია ტრაკი კი არა დუნდული ცხრის ალათები ესეა კულტურული ნეტა გემრიელია ალბათ არა უშავს მაზიანზე შევჭამდი როგორც ამბობენ სიამოვნებით არა ძალიან მშერი რო ვიყო კი ხალხი არის ვისაც უყვარდა არ ვიცი მე რაღაცა მემაზალო არა მეც არა იქ ეგეთი რაც გლესიაა თუ ღეჭია როგორი ტიპი არ ვიცი არ გამისინჯავს და ჩემინები მე როგორი არა რანაირად ექნება არა მგონია არა უფრო უხეში ფაქტურა ექნება არ ვიცი მე ტვინზეც იგივე მაქვს ანუ ბავშვობაში ერთხელ შეწვეს სახლში და კვერცხერეთად კაია ამბობენ თუ რაღაცა მაგრამ ეს ჩაშოშული ტვინი ვიჭამია იმიტომ რომ ის ჩემს იქ რუსთავში ჩემი სახლის გვერდით იყო რესტორანი დავარქვა სადაც ის იყო საფირმო კერძი იყო ეგა ტვინის ჩაშოშული და ხა გამახსდა რომ რაღაც დროს სახლში გაციებული ვჭამე და რაც ისებდა რატო აი ხო ეგ ცხიმია ნუ როდინდელი რა მომიტვიტივდი და არ ვიცი მაგრამ ხო მაგრამ ხო მოკლედ არც მაგაზე ვგიჟდები მაგრამ ახლა ეს საერთოდ ხორცის ჭამათაც მეგონი არ არის ხო არა ეთიკური კარგი მე ისამაკ ხოლმე ანუ ამერიკელებს აქვთ რომ ღვიძლზე და რაღაცაზე სუპროდუქტებზე მე სუპროდუქტები მიყვარს კუჭმაჭი რა სულელია კუჭმაჭი კუჭი ხვარებია ოდედის იმეც მაჭი ხო რამდენი ხანია ხორცს არ ჭამ ჭა აბა რა გინდა არა მაგაც ხო აბა თალგამზე რო ვილაპარაკო ეთიკურია რატო მგონია რომ მინუსია ეს ჩემი ხორცს რო ჭა და ძალიან დიდი მინუსი მგონია თან მაგრამ რა ვიცი ვერ ვაკეთებ იმას რა ქვია რო ვარჯიშობ მოკლედ ეხა კი მეტყვია რომ უამრავი პროდუქტი არის რან ცილას მიიღებ და რაღაც მაგრამ ქათამი მარტივია იაფია და ქათამი არ გამახსენე ქათამი ხორცს არის კაცობას გელაძის გამოძიება ნახეთ გიო გელაძი და ეხა ვერ წვითელ ადრე მეგონა რომ ყვითელი ქათამი იყო და ქათამს არ აგავს კვერცხი კვერცხს არ აგავს დარწმუნებული არის ცხრის ყვერებიც არ იქნება რა ცადნახე ის არის ჩვენი მეგობრების ხო რეჰანი ესეთ პოდკასტია ხო და მე ვერ მინახავს არ ვიცი შენგან გავიგე რამოდენიმე ეპიზოდი შემხდა ერთგან ეს ლაპარაკობდნენ მაგაზე ანა და თუ არიან ხო ხო შენ მითხარი რომ კიდევ ერთხელ არ მინახავს ავალ დავძებნი მაინტერესებს როგორ ერთგან დათუ ლაპარაკობდა ზაბიგალუკებზე ლაბაძე ერთ კომენტარსაც წავიკითხა ვალერი უგულავა წერს რომ რაუცნაური ამბავი ელდარ შენგელაძის პოლიტიკურ პოზიციაზე საუბრობთო წერია მაგრამ ჩვენ საუბრობდით ანუ შეეძლო რომ და ბოლოს დაასრულეთ გია ყარყარაშვილის წიგნით მაგრამ არ გიხსენებიათ პოლიტიკა და გადატრიალება არა და თუ ვინმე გადაატრიალა მათ შორის გიაც იყო კიტოვანი გვეზიზღება ყარყარაშვილი გვესიმპატიურება და პუჩის გამო შენგელაიებს ვაგინებ დავამთავრებ წამყვანებს არ გულისხმობ საზოგადოება ვართ ასეთიო მე მგონია რომ არის ამაში რაღაცა ზოგადი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ამიტომ არის კომენტატორი წერს კითხულობთ წიგნებს და რაღაცა ხო აი ესე შორიდან ხო აი არანაირ განსხვავებას კიტოვანსა და ყარყარაშვილის შორის ვერ ხედავთ მაგრამ აი ყარყარაშვილის წიგნს რო წაიკითხავ ხო იქ ბევრი რამეზე ხო ბევრს არ გაიზიარებ არ დაეთანხმები მაგრამ ბევრ რაღაცაზე იფიქრებ რომ ეს ესე ყოფილა ხედავ ამიტომ არის რა ვიცი არა შეგვიძლია დავიჯერო შეიძლება სხვა წყაროშია და რომ ხო თვითონ პათოსი როგორი პათოსითაც ეს წიგნია დაწერილი ესე არ უწერია რომ მე არაფერ შუაში ვარ და მე აი ესე არ წერს მაგრამ ნუ თავისი არგუმენტები აქვს როგორ მოხდა რატომ მოხდა
რომ თვითონ არ იყო გადაწყვეტილების მიღები და ხშირ შემთხვევაში იყო გარემოების მძევალი და რაღაც ეგეთი ამბავი. მე მომწონდა იმის ჯაბას ციგნის წაკითხვა მეოთხე განზომილების ძირითადად იმიტომ რომ რამდენიმე მესამე რატო მეოთხეს დავარქმევ ჩემი რამიდის რამდენიმე პასაჟი არის სადაც იწყებს რომ ჩვენო გვაბრალებდნენ და მე რაღაც ამბავს ყვება ძალიან დაწურლებით რომელსაც მე მგონი არავინ არ აბრალებდა არასდროს და აშკარად ჩანს რომ მაგისი მოყოლა უნდა და უბრალოდ ესე ფუთავს რა რომ აი ჩვენ რო გვაბრალებდნენ რომ ესა და ესე მოხდა მაგრამ ესე არ ყოფილა და ფიქრობ როდის და საერთოდ რას ყვები არ ვიცოდით და აშკარად რო ჩანს რომ მაგისი სახლების ქალაქების ხო არა აი რთული საკითხი არის დროც რო გადის და რაღაცა ხო ახლა ადამიანი მარტო ის არ არის ხო რაღაც ერთ წელს და ერთ თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიუღია მე ბევრი რაღაცა არის ხო ამის მიხედვით განსაჯო მე აპატიო არაპატიო მხედველობაში მიიღო არ მიიღო ხო აი რაღაცნაირად პასუხისმგებლობა დააკისრო სისხლის სამართლებრივი პოლიტიკური ისტორიული გახსოვდეს ნუ ხო აი მოსამართლეობა ზოგადადაც არ არის მარტივი და მით უმეტეს კიდე აი ესეთი კონტროვერსიული პერიოდი და ფიგურები როცა არიან ხო ხო არა რო არ გვახსოვს ეგეც ცუდია ხო მაგრამ ახოზე არ ამბობდი ხო აი გავადა საერთოდ Facebook-ში და იგივე არის ესეც ყველაფერი რა აი ორ დღეზე მეტი არ არა ამ იმას ამ მენაბდის ამბავს რესურსიც არა აქვს ხო ტიპი არ არის რაღაც გადამწყვეტილების მიმღები და რაღაცის ძალაუფლებით აღჭურვილი ტიპი და თვითონ უშუალოდ ხო როგორ 40 წლის კაცი არის მშობლებიც შესაბამისი ასაკის იქნება ხო აი როგორ გითხრა მისი მხილება ამ ამბავში ხო რაღაცნაირად შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი არ არის რაღაც პოლიტიკურ პროცესზე და იმაზე მართლა ამ ნიკოს თქმის ამბავს რეგიონებში და სოკერა ჩემთან უბანშიც რომ გავიდეთ კი არა საერთოდ არავინ არ იცის არა ის რაც არის მაგითო დავიწყე რომ გაჭრია ვის ვოლზე თუ ტაიმლაინზე შედიხარ უბანში კი არა ქვევი ჩადის სტამბაში და ვიღაცები იტყვენ ვინაც ზოგი პოლიტიკურად აქტიურს ეცოდინება დადიან სხვები ბევრი აქციაზეც განავალია როგორც სადრე ხუმრობდით ხოლმე იქაც მაგრამ არ იციან ეს კონკრეტული სახელები და იცი რომ სოციალ-დემოკრატები რო ტყვენ რა სოციალ-დემოკრატები არ ვიცით ხო ანუ არის ხალი იმაში ვიღაცები უწერენ I don't know თქვი რამე მოუწოდე ხალხს შვიდობისკენ მოუწოდე სიყვარულისკენ შენ მოუწოდე მე არ მოუწოდებ არავის სათნოება დავიშალეთ დათო კიდე გაქვს რამე სათქმელი არ გვინდა რა რაღაც ისეთი რაღაც ბრუტალური მას რაღაც დაახეთქებს იქ აგრესიულს რა ქორი რას ამბობ არა ქორი არ არის ხოლმე აგრესიული და თუ არის დაგემშვიდობებით და შემდეგ უჩავ იცი რა არის მე ვფიქრობ რომ აი ეს სტატუები აგულიანებენ რა იქ არასვენებენ უცოცხლდება ნიკო არა ეს ვიზუალურად როგორც კი მარტო რჩება ეს სტატუები ცოცხლდება და ერთი კი არ არის უკვე მთელი ლაშქარი არის ჯერ ბაცადე შუახნის კრიზისში კარგად შევიდე შენ და მე ვართ ასე ვთქვათ ესე იგი ხო რა ესე იგი აუთვის და შენ ეგრეთ წოდებული ტუნელები რო გაიგეთო კურსზე ჯიმი ეგ რა არის რა მიხვდი რა არის ტუნელი